წავედი. ესმის? რა, ვერ გავიგე. 11-ზე, კაი დამირეკოს რა ჩვენ 11-ზე მოვიდა ჯაფარა. არ ეცეთ. როგორ ხარ ბალანსურა? მე ჩახსნებ რა. ისა მიესალმე შენებზე მე ჩახსნებ. აი, აცადეთ რა. კადრი აჩნდა. ერთი წამი. არგი. ახლა გამოვიწვე ჩვენ რომ მიესალმე. ორი წამი რა შემიშვით. მაშინ მოვალ ძმა. ოდნავ გამივიდა. კადრებს მოვილებთ და მე ეზოში შევიდე. ვისული ხარ? არ ქონდა თან ფუნკი იყო როგორ ახარ? ესე გამო. როგორ ხარ? ელდელა უკა გავშალო, გავიშალო, პუჭებო გავიშალო. დასავარია ხო გაც. ხო გაც. არა, ვიდეო არა ქეთქი. ეხა ავირია და რა კონტროლები თავი თოთი. წინა ვისმალ გამოვიდა. კარგი, ერთი წამეთ, მეგობრებო. ეხა დაუდგეთ რა, დაუდგეთ, ნანუ კაგეხვეწების სე რომ არა, просто ყველანი უნდა დაუდგეთ. გეკითხებით. ადროს ხო კამერა თავზე გაჩუჭავა. ახლა ვერ იღებ. ცალი. აი დაუდგეთ. დაუდგეთ რა.
დავდგები შეძრან უკვე. აი, შტატივები და. აი, მოვიყვან. გათო. იქით ვდგებით რა. გათო. აქეთ გელოდები. არა, ხა რა ვე. სამყაროთება და მუშაობს რა. ხომ არა ეხლა ცალკე ჩაწეროს წერს ადამიანს შუაქს იღებს რა. მოდი, კარტოზე 10 ნომერი საბუთქო სახლისკენ გეკარჩავია მაგრამ გელოდები. აუ ნანუკა ძალიან შედიხარ კარტოში. ხარით სტატივებთან ხარით ვადოღონ რა, უნდა ჩავწერო ეხა ზურა. კი, ჯერა, ეხა მაცადეთ 2 წამი ზურას ვწერ და დამირეკეთ 5 წუთში. თქვენ გიყურებთ წელი დღე. აი აქ დავხი სამუზარ ვარ გადავწყვეტ აი ასე შეიძლება რომ კაი, მე ტელევიზიები ეს იყო ნესი დავდი. მოგვიყევი პირველ რიგში ვითით რომ ელოდებოდით და თქვენ მიკროფონები დაუჭრათ მოუჭრათ რომ გულა გამოვაჩინოთ. სავარაუდოდ გვაჩვენებს მაინც რითაც გამოვაჩინოთ და ამიტომ ეს ხარი გამოსწია გამოგიყოთ. ბოდიში ცოტა აი ახით უკარო ჩაიწიოთ და თქვენ ჩაიწიოთ. გარშემო გავიწევთ. გამოგიყოთ. მე მეგობრებო დავწიოთ ხო ესა შევხვდები. გვერდებზე არ ვიწევთ 2 წუთი. გვერდებზე ფაქტობრივად გამოგაგდეს ხო ზურა მოგვიყევი. ველოდით რომ ეს ადრე გამოგიშვათ. აი რამდენიმე დღის წინ ვიკითხე ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს რომ მზად უნდა ყოფილიყავი დაახლოებით 11:30-ისთვის. არა ისე მოხდა რომ დილას 8 საათზე გამომდგეს კარგად. აი რა გითხრეს მიზეზი არ ვიცი, არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა და მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნოთ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არის და სტანდარტებში არ ჯდებოდა და ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული, დაახლოებით 1 საათში მოვახერხე ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დამეხმარა რომ დამერეკა ატასთვის და მეთქვა რომ გარეთ ავართ. და მე მეგობარმა ტაქსელოდებოდით და ხალხი არ არის. აა ტაქსიც არ ვიდოდი, გარეთ არავინ არ იყო, სული სიცარიელე იყო და დაახლოებით 1 საათი, ну, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე დაკავშირება ვერავისთან რომ მეთქვა რომ უკვე გარეთ ავარ თქო. არაფერი არ იყო. საპატიმროში პატიმრობასთან დაკავშირებით. იქიდან რა ჩანდა, როგორ ჩანდა და რა გეგმები გაქვთ? ძირითადად თქვენ ჩანდეთ. როგორი აღქმა იყო აი რას გვეთქვით ამ დინამიკა? აა
დღეს ვერ მოვყვები ხა ძალიან 7 თვიანი იზოლაციის მერე როცა ინფორმაცია მარტო ტელევიზორიდან გაქვს მიღებული რავი ხა არ მგონია მაინც და მაინც სწორი იყოს რომ ეხლა პირველივე იმაზე დავდგე და მოვყვე ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი რაღაც დრო დამჭირდება რომ ადამიანებს შეხვდე და ველაპარაკო რაღაცა მოვისმინო რაღაცებში გავერკვე მაგრამ ძალიან ბევრი დროც არ დამჭირდება რამდენიმე დღე დამჭირდება იმის რომ აზზე მოვიდე და მე რავი რაღაც იდეები მაქვს მაგრამ ჯერ მინდა სხვებს დაველაპარაკო და მე ვიტყვი ჩემი აზრით რა იქნება სწორი და როგორ უნდა გაკეთო ის პატიმრებს უკანონო პატიმრებს სტროლის პატიმრებს რასაც თქვი და ეხლა და შენ გადმოწიეს პროცესი ასევე ერთი რაც მინდა მოდი სანამ ბრალზე ვიტყვი ერთი რაც მინდა ყველა მოვიკითხო ვინც რუსთავში არიან ქალთაშიც ჩემთანაც საბას ხვიტარიძე ცალკე არის ცალკე გზანში ვინც არიან ყველას მოკითხვა მეორე რაც მინდა არის ყველას მინდა მადლობა გადაუხადო ვინც თან 7 თვის განმავლობაში ჩემ ოჯახს გვერდით ედგა რასაც შეეხება ახალ ბრალს არაფერი გზავნილი არის ეს მარტო ჩემზე არ არის ჩემზეც ლაკაზეც გვარამიაზეც ვაშაძეზეც ღია ტექსტით გვეუბნებიან რომ ცოტა ხანი გამოგიშებთ რომ შეიგზნოთ ხელახლა რა არის თავისუფლება და მე გადაწყვიტეთ ან უნდა გაჩვენდეთ ან უნდა ქვეყანა წახვიდეთ არავინ ამის გამკეთებელი არ არის ამიტომ მე რას იზავ არა არც არ ვაპირებ ცხადი არც მევაპირებ და არც არავინ არ დააპირებს რამდენიც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ჩვენია რომ კარგად ვიცნობ ამიტომ მე რას იზამენ არ ვიცი მე არ მგონია რომ აიზამეს ეხა გადაწყვეტილი ქონდეთ უკვე ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული მაგით უარი რომ რაღაცა მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო რომ შეიძლება რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში ამიტომ ჩვენი ამოცანა რაც არის რომ უნდა მაგანთრით იყოთ რომ ხო შეიძლება ძალიან ცოტა დრო გქონდეს და ეს ცოტა დრო სანამ გარეთ ვართ რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ რაში გამოიჭერებთ ამ დროს ძალიან ბევრი რამ გადამდებით ალბათ თვალს ეთერებიდან აი ფორმულაზე და პირველზე რაც ჩანდა მაგას რეპრესიული რეგულაცია 60-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს დემონსტრანტები რომლებიც დღეს განსახჭირის გამზეს ხედავთ კი ვიცი ყველაფერი აი სად ვართ ახლა აი ეს რომ შეაფასოთ ეს პროცესები რომ შეაფასოთ ქიმიური ნივთიერებით შესაძლო მოწამვლის საკითხი და აი ეს პროცესები რომ შეაფასოთ დაახლოებით ვართ მიჯნაზე რომ ვიყოთ ჩეჩნეთის მაგვარი რაღაცა წარმონაქმნი ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე რუსეთი და შიგნითაც რაღაც ეს ეტაპი როცა ჯერ კიდე რეჟიმი მალავდა თავის რეალურ სახეს ეს ეტაპიც გადავლილი აქვს ანუ მაგალითად გასაგები რო იყოს რას გულისხმობ რამდენიმე წლის წინ რომ გეჩვენებინათ თუნდაც თქვენთან ეთერში რომ ვიღაცას სახში უდევს 7 მილიონი დოლარი რომელიღაც ყოფილი მინისტრის პრემიერის რაღაცა ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი და ეხლა ისინი არიან გათავხედებულები ისე რომ უკვე ეს აღარ ადარდებთ ანუ ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს გალავნების უკარო ცხოვრობენ განახებენ რომ საიფებში უდევთ ოქროს დოდები უდევთ მილიონები მოპარული ფული და შემდეგ უკვე ფეხებზე კიდეთ ეგ არის ჩეჩნეთი ანუ როცა უკვე მანამდე თუ ამას ერიდებოდე რომ ეჩვენებინათ ეხლა თავხედურად გაჩვენებენ რომ ჩვენ აი ესე ვცხოვრობთ და პლუს თქვენ თუ ხმას ამოიღებთ დაგლეწავთ და არავინ არ დაიჯდება ეგ არის ჩეჩნეთი სხვა ჩეჩნეთი არაფერი არ არის მანდ ვართ ეხლა ზურა თქვენი ბოლოს ნახეთ ხო ნუ ეხლა ესენი ანუ ვინმეს გჯერათ ეხლა აღნიშნე გახადო თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს გჯერათ აი მართლა ხო ვითომ რაღაცა დეპრესია და ნიჰილიზმია და ის არის და ეს არის მაგრამ ვინმეს გუცხრად გჯერათო თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს არ გამოვა თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ როცა გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟდიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამათმა როგორც არ უნდა იწვალონ რაც არ უნდა ეცადონ იქნება აშხაბადის კიჩი სასაცილოები იქნებიან ეგ არის რაც იყო ხო სასაცილო იყო იმიტომ რომ იქ ვიღაცები რო ზიან ისინი მართლა დიქტატორები არიან და ყობაღიზე ვინ ჩემი ფეხებია აი იმათანაც კი სასაცილოა ზურა ტროტუარზე მომაც კი აკრძალულია და რუსთავეზე დღეს საღამოს ვაპირებ კი რუსა დღეს საღამოს რუსთავეზე ვაპირებ გასვას კი რასაც ვაპირებ არის რომ რაღაც შეხვედრები ვიყო დაგეგმილი მაქვს იქიდან ვეცარ რომ დამეგეგმა და ყველასთან ოპოზიციურ სპექტრთანაც პარტიებთანაც აქტივისტებთანაც რა ვიცი ბევრი ადამიანი გამოჩნდა ვინც საჯაროდ ლაპარაკობს და ხო ვიღაცები შეიძლება არც აქტივისტი დაურქვია საკუთარი თავისთვის არც პოლიტიკოსი დაურქვია მაგრამ უსმენდი ციხიდან
რავი რაღაც გასაგებად ლაპარაკობდა და გულწრფელობა მოდიოდა და ეგეთ ადამიანებსაც თქვენს დაკავებამდე ბოლოს სიტყვები ვიდრე რუსთავის ციხეში გადაგიყვნენ იყო ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ და ახლა გათავისუფლებიდან უკანონო პატიმრობის 7 თვის თავზე თავარი სათქმელი ხალხისთვის რა იქნება ეგ არის რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა ვერცერთ შემთხვევაში ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა რომელიც აქ ცხოვრობთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში იმაზე რთული ვერ იქნება გასაგებია რომ რთულია მაგრამ ვინ ფიქრობდა რომ მარტივი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს ჩვენ მოვიგებთ შეუძლებელია როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი ეს ქვეყანა ვერ გარუსტება არ გარუსტება გამორიცხულია ამ ხალხს რომლებიც ამ სასახლეებში გალავნების უკან ცხოვრობენ ერთი რომ შეხება არ აქვს და არ იციან ამ ქვეყანაში რა ხალხი ცხოვრობს და ამ ქალაქში რა ხალხი ცხოვრობს არ გვიცნობენ უბრალოდ არ იცნობენ ამ ადამიანებს და მეორე უციგნურები არიან ორი წიგნი არ წაუკითხე რომ წიგნებიდან მაინც გაეგოთ ამ ეს ქვეყანა რა ქვეყანაა და რა ხალხის ქვეყანა არის ამიტომ გამოდის კიჩი რასაც აკეთებენ რაღაცა მახინც სასაცილო თავისუფლ დიქტატურას აშენებენ და შეუძლებელია არ გამოვა აუ რა ვიცი ციხეში კითხულობ ყველაფერს არ ვიცი ისე წავიკითხე ალბათ 100-ზე მეტი წიგნი 120-ზე მეტი წიგნი წავიკითხე ყველანაირი მაგრამ ციხეში კითხულობ ყველაფერს სამ წასაკითხი რო არა გაქვს არ ვიცი რაღაც მაღაზიაში ყოველს რო იყიდი ყოველის იალექსას კითხულობ და მეორე რამე ტექსტი იყოსო წაიკითხო არა შეუძლებელი რა ვის შეხვდები გამორიცხული კორიდორშიც ვერ გადაიკვეთები ნული კი ვინ გათხოვოთ გაზმამ სად არის გაზმა ჩემი მეგობარი რუსთავში დიახ თოდიში შეხვედრებზე საუბრობთ რომ უკვე დაგეგმილი გაქვს სხვადასხვა აქტორებთან ოპოზიცია აქტივიტას შემდეგ თქვენ ყოველთვის იყავთ ის პოლიტიკოსი რომელიც ერთობას ლობირებდა და ერთობას ეხაც იგივე საპირე თუ შეიცვალა რაიმე ამ ხედვა შეგვიძლია მეკითხა და შევასწავლოთ გამოსავალი და რა მე არ მგონია ჩემში შეიცვალა მაგრამ მე რასაც უსმენდი სხვებში შეიცვალა ანუ ბევრს ხედავ ისეც რომელიც 3 წელი 4 წელი მე რომ ვეუბნებოდი რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვიდა საწინააღმდეგოს მითქისებ და ეხა უსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდი რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა უფრო დიდია ერთობის ჩემი აზრით გაცილებით შეუდარებლად არ ვიცი ამას ლიდერი დაერქვა თუ რა დაერქვა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა მგონია რომ უკვე ბევრმა გაიაზრა ანუ ამ მიმართულებით აქაც არიან ეხა ეზოში ეგეთები ამ მიმართულებით შეხვედრებს კი რა თქმა უნდა მაგის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს უბრალოდ მომდევნო უახლო ეს იგეგმები რა გაქვს გადამეცა რომ დღეს რუსთაველანდი არაფერი საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვას მანამდე ოჯახთან ერთად მინდა დღეს რო ვიყო ბევრი დრო ხო დღეს ოჯახთან ერთად მინდა ვიყო მადლობა ძალიან დიდი წარმატებაა მიკროფონი თუ შეიძლება მადლობა ჯაფა გაჩვენე რა მაიკით გამოგიშვა ეს კადრი და ერთი წამი დათო მოდი ჩემთან ალი ჩემთვის ცოტა გაუგებარი ანუ ესე გამოგიშვა ეს გამოგაგდეს ხო ფაქტობრივად ანუ ის ჩიშკის კარები გამიღეს და რო გამოდი დაკეთე ის დასასმელი რასაც აღწევება ანუ არა არ მქონდა მე უბრალოდ და გუში უნდა შემოეგზავნა ჩემთვის კულტურა და რომ მომიტანეს უთხრეს რომ სქელი არისო და სტანდარტში არ ჯდებაო და არ შემოეგზავნა დავჩის ესეც რაღაც სარი ფიქრობ რომ იქ რაღაცა ისე კატორღაში ვიყავი ეგრეც არ იყო ხარ შენ ნორმალურად გეცევია დამოკიდებულება არ არის აი მაისურით რო გამოგიშობენ დეკემბრის ბოლოს როგორი აქვთ თან ნუ მე არ გონია რომ მაგას გეგმავდნენ ახლა რომ მაისურით გამოსულიყავი რაცაც დაგეგმეს საუბრობთ ის იყო რომ რაღაც ის დახვედრა იქ არ ყოფილიყო და მაგიტო გამომიშოს დილით ადრე მაისური ბოლო თავის გამოვიდა რადგან გუში ქურთუკი არ შემოიშვის ეს დამოკიდებულება როგორი იყო თქვენ ნორმალური რაღაც ისეთი პროფესიონალური ან რაღაც წესები არის ამ წესებს გიხსნიან თქვენ სტატუსებს ჩემი დილა იწყებოდა როგორც წესი ვარჯიში და დალაგებით ყველაზე იგი სირთულე რა არის ციხეში სექსის ნაკლებობა სკარდებს ვიმეს განსხვავებს თუ გეტყვი ჩათოეთო გატყუებ მადლობა ხენთან მოჭრით კარდებს ეგარი თავარი ჰაილაიტი დღეს აი ვინა კითხავს არა Zadi ეხა დაისვენე. მიდი, სახში ჯობია. ვიკითხე და არავინ არ ყველა მხარო არ კაცი ხო? ადი გიგა
მას შემდგომ რაც როგორც თავად განმარტა, დროზე ადრე გამოვიდეს სამსახურიდან დროზე ადრე გულისხმობ ამბობს გულისხმობ იმას რომ სხვა დრო იყო გასაკვირი წინ მოამოდიხარ რალიზა და თამნაი ყველა გავაცდინე, ესე იგი. ხო. ჩვენი გადაცემა. კი. არ ვიცი. შეგიძლია შენ ცა უთხრა, რომ ესე იგი. არა, ხო არ ვატყუებ ამას. გუშინ შეუთახთი უკვე.